11. დასკვნა. განსხვავება ისტორიულ ეპოქასა და თანამედროვეობას შორის. მუჰამედის ქორწინება აიშასთან უნდა განვიხილოთ როგორც ისტორიული ფაქტი, რომელიც შეესაბამებოდა იმ ეპოქის კულტურულ და სოციალურ ნორმებს. ამის თანამედროვე სტანდარტებით განსჯა არასწორია. მუჰამედის ქორწინება აიშასთან პედოფილიის ბრალდების უარყოფა. დასავლურ სამყაროში ისლამის კრიტიკოსები ხშირად იყენებენ სიტყვა პედოფილიას მუჰამედის ქორწინების მიმართ. პედოფილია არის სექსუალური გადახრა, რომელიც გულისხმობს მოზარდებში სექსუალურ ლტოლვას და ეს ფაქტი დანაშაულია. პედოფილიის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ზეწოლა, იძულება და უსუსურობა. პარალელი რეალობასთან. როდესაც ამ ფაქტს პედოფილიის ჭრილში განვიხილავთ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები. იძულება და ზეწოლა. არ არსებობს არანაირი ისტორიული მტკიცებულება, რომ აიშა იძულების ქვეშ იმყოფებოდა. პირიქით, ის ნებაყოფლობით და სიყვარულით დაქორწინდა. საიდუმლოება. პედოფილია ყოველთვის საიდუმლოდ ხდება. მუჰამედის ქორწინება აიშასთან არ იყო საიდუმლო. ის ღიად და საჯაროდ მოხდა. სოციალური სტატუსი. პედოფილები, როგორც წესი, არასაიმედო და საზოგადოებისგან გარიყული ადამიანები არიან. მუჰამედი კი იმდროინდელი საზოგადოების ყველაზე პატივსაცემი და სანდო პიროვნება იყო. ოჯახის თანხმობა. პედოფილურ ქორწინებს ოჯახი ყოველთვის ეწინააღმდეგება. აიშას მამა კი ამ ქორწინების მომხრე იყო და ამან მათი ოჯახური კავშირები გაამყარა. ეს ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ მუჰამედის ქორწინებას არაფერი აქვს საერთო პედოფილიასთან და მისი ქმედებები იყო ღმერთის ნება. მშვიდობიან დღეს გისურვებთ.